მოგესალმებით, მეცხრე დავალება. პირამიდას და პრიზმას ტოლი რაოდენობის სახნაგები აქვს, რამდენი წვერო აქვს ამ პრიზმას, თუ მას 7-ით მეტი წიბო აქვს, ვიდრე აღნიშნულ პირამიდას. პირველ რიგში მოგეთხოვება, რომ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან პირამიდა და პრიზმა ის ორი სივრცული ფიგურა. უნდა აღინიშნოს, რომ პირამიდა არის გეომეტრიული სივრცითი ფიგურა, რომელიც ეყრდნობა გარკვეულ მრავალწახნაგოვან სიბრტყეს, მასზეა დაშენებული, თითოეული წვეროდან აღმართულია წრფეები, რომელიც ერთ წერტილში იკვეთება. აქედან გამომდინარე, პირამიდას აქვს სიმაღლე, აქვს წახნაგები, წიბოები, წვეროები და ეს ძირითადი მახასიათებლები. რაც შეეხება პრიზმას, ის შედარებით მარტივი გეომეტრიული ფიგურაა. პრიზმაც ეყრდნობა გარკვეულ მრავალწახნაგოვან სიბრტყეს, დაწყებული სამკუთხედიდან უსასრულოდ გაგრძელებული და მისი პარალელური გადატანით ხდება ზემოთ ვერტიკალურად ისი, ასე ვთქვათ, მოძრაობა. ესე იგი, პრიზმას აქვს ორი მრავალწახნაგოვანი ზედაპირი, რომელიც ერთმანეთის იდენტურია. პრიზმას აქვს სიმაღლე და ყველაზე მცირე ენი, ასე ვთქვათ, წახნაგოვანი, ეს არის სამკუთხა პრიზმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ტიპის სამკუთხედი ფუძეებში. მოცულობა, ზედაპირის ფართობი და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. რაც შეეხება ჩვენს დავალებას, აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მიმართებები n კუთხეების მიხედვით. აი, რადგან აქ არის წერია პირდაპირ რამდენი კუთხა ნებისმიერი გეომეტრიული ფიგურა აქვს მოცემული. ამიტომ შეიძულებული ვართ, რომ წარმოვადგინოთ ესეთი ცხრილი. მაგალითისათვის დავუწყოთ პირამიდით. პირამიდას აქვს დაუშვათ n კუთხედი, შეიძლება ეს იყოს სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცით. წვეროების რაოდენობა ყოველთვის n კუთხედის ერთი დაღემატება. აი, მაგალითად, წარმოვიდგინოთ ეგვიპტის პირამიდები, რომელიც ოთხკუთხა პირამიდებია და ოთხკუთხა პირამიდას ყოველთვის აქვს ერთით მეტი წვეროს რაოდენობა. ანუ მარტივად რო ავხსნათ, ოთხკუთხედი, რომელიც ფუძეშია, მას 4 კუთხე აქვს და ამას ემატება ის, ასე ვთქვათ, სიმაღლესთან არსებული ერთი კუთხე და გამოდის 5. მაგრამ ეს შეიძლება იყოს 5-კუთხა პირამიდა, 6-კუთხა და ამას ვერ ვაკონკრეტებთ. იგივე შეიძლება ვთქვათ წახნაგებზე. წახნაგები ეს არის რა, რომ თავად ფუძეში არსებული სიბრტყე, რომელსაც წახნაგი ეწოდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის სამკუთხედები, რომელიც მთლიანად პირამიდას შეკრავს. წვეროებისა და წახნაგების რაოდენობა პირამიდაში ერთმანეთის ტოლია. მაგრამ განსხვავებული რიცხვი მიიღება წიბოების დროს, რატო არის 2n? იმიტომ რომ ერთი გვერდების რაოდენობა ემთხვევა კუთხეების რაოდენობას ფუძეში არსებული მრავალკუთხედისა, 4 კუთხედი თუ ამაში წიბოებიც 4 იქნება და ამას დამატებული წვეროებიდან აღმართული წრფეები, რომელიც იკვეთება პირამიდის წვეროში და მათი რაოდენობაც ემთხვევა n-ს. ანუ პირამიდის შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით ნებისმიერი n კუთხედისათვის, როგორ გამოიყურება ეს სამი პარამეტრი. რაც შეეხება პრიზმას, პრიზმა მარტივი გეომეტრიული ფიგურაა, როგორც აღნიშნე, მისი რაოდენობა, ანუ პრიზმის წვეროების რაოდენობა 2 m-ის ტოლია, წიბოები 3 m-ის ტოლია, ხოლო წახნაგები უდრის m + 2. წარმოვიდგინოთ სამკუთხა პრიზმა. სამკუთხა პრიზმა არის და შესაბამისად m3-ის ტოლია. წვეროები ამ შემთხვევაში პრიზმას აქვს 2m, ანუ 6 ფუძეებში არსებული ზედა და ქვედა ფუძეებში არსებული წვეროებია მხოლოდ, მას გვერდებზე წვეროები არ გააჩნია და სხვა განზომილებაში. წიბოები ფუძეში არსებული სამკუთხედის ჯამურად 6 წიბო და ამას დამატებული სიმაღლეების შემქმნელი, ასე ვთქვათ, ხეშად ვიწვი კარკასი,
რომელიც სულ ჯამში 3 იქნება და 3 m-ის ტოლია. რაც შეეხება წახნაგებს, ფუძეში არსებული სამკუთხედები ეს 2 წახნაგი და ამას დამატებული გვერდებზე მოცემული წახნაგები. ჯამურად სულ გვექნება 5 და მართლაც 3+2 არის 5. პირობა ამბობს ორ რაღაცას, ერთი რომ ორი რაოდენობის წახნაგები აქვს შესაბამისად. ხო, რატო არ დავწერეთ ორივეგან m და ანუ რატო წერია n და m? იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ არ ვიცით მათ აქვთ თუ არა n კუთხედები ტოლი. ასე რომ ყოფილიყო კი ბატონო, მაგრამ უნდა დავწეროთ განსხვავებულად. შესაბამისად, ვექნება რომ n+1 უდრის m+2-ს, იქედან გამომდინარე, რომ მათი წახნაგები პირობის თანახმად ტოლია. შემდეგ უწერთ სხვაობას, რომ 7-ით მეტი წიბუ აქვს 2n და 3n, მათ შორის სხვაობა შურისწოლია. მარტივი სისტემის, წრფივი სისტემის თანახმად m9-ის ტოლი გამოდის და შესაბამისად პასუხი არის 18. B.